პროკურატურამ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სამსახურის უფროსის მოადგილესა და სხვა პირებს ბრალდებათ ყალბი დოკუმენტების დამზადებით და გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი მიწის დაუფლება. რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 7 პირს პატიმრობა, ხოლო ერთს გირაო 5,000 ლარი შეუფარდა. მიწის უკანონოდ პრივატიზების რამდენიმე ფაქტი იქნა გამოვლენილი, კონკრეტულად მარნეულში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია, მოქალაქეები მას თაღლითური გზით დაეუფლნენ, მათ საჯარო რეესტრში წარადგინეს საკუთრების დამადასტურებელი ყალბი ცნობები, გაიფორმეს აღნიშნული მიწის ფართობები და შემდეგ გაასხვისეს. ეს ჯგუფი ამ დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა 2010 წლიდან დღემდე, მათ შორის არის 2013 წლის თებერვლის და მარტის შემთხვევებიც. დღესდღეობით დაახლოებით 15 ეპიზოდია გამოკვეთილი და შესაძლოა კიდევ დაემატოს ეპიზოდები, შესაძლოა ასევე სხვა პირების დანაშაულებრივი ქმედებებიც გამოიკვეთოს, მათ შორის საჯარო მოხელეების.